ძალიან მძიმედაც ქვეყანა განიცდის, მათ შორის არასწორი საკითხები, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს ლარის გაუფასურებასთან მიმართებით რა პროცესები განვითარდა და ვითარდება ქვეყანაში. იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა, იმპორტის ეკონომიკა დაიწყო ფასების ზრდა, რაც მძიმე თვირთად დააწვეთ ჩვენს მოსახლეობას. მაგრამ ახლა სხვა პრობლემაზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. საქმე ეხება ბოლო დროს ლარის დევალვაციის გამო ისედაც ძვირი კრედიტების რეალურად კიდევ უფრო გაძვირებას, რამაც ურთულეს სიტუაციაში ჩააგდო ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. მოსახლეობას საგრძნობლად გაუძვირდა უცხოურ, ძირითადად ამერიკულ დოლარში აღებული კრედიტების მომსახურება. გამომდინარე აქედან და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მუდმივ ზემოგებაზე მუშაობს, მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სოლიდარობის კომპონენტი ყველაზე უნდა ნაწილდებოდეს. მოუწოდებთ ხელისუფლებას შეიმუშაოს დროებითი საკანონმდებლო ინიციატივა და უცხოური ვალუტის მომსახურების საკრედიტო პროცენტების გაანგარიშება და მოთხოვნა გადახდა მოხდეს ლარის მეგა გაუფასურებამდე არსებული დაფიქსირებული გაცვლითი კურსით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ქვეყანაში არაპროგნოზირებადი დამატებითი გამოწვევები გაჩნდება და ყოველივე ეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს დღევანდელ ისედაც არასტაბილურ ვითარებაში.